ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საგამშვიდობისა, ეს არის ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება და კარგად შევსებულა შოუ ბიზნესის სიახლეებით ჩემი საინფორმატორო ფურცლები. შვიდობიანი აქცია ჩვენი ქალაქის ქუჩაშიც მოეწყო, რომლის ორგანიზატორიც ჯეოსელია. თუ რას ემსახურება ეს აქცია, ამას სიუჟეტიდან გავიგებ. იდეა მოდიოდა პრინციპში მერიიდან. ეს მოხდა როგორ გიორგი კაბელაშვილმა შემოგთავაზა, რომ აი რახან გიდათ რომ თბილისისთვის, ქალაქისთვის გააკეთოთ კარგი, საჭირო და თან ლამაზიც რომ იყოს, მოდით მომეხმარეთ გავალამაზოთ რუსთაველი. პრინციპში დაიწყო ასე. ჩვენ გქონდა სურვილი, რომ აი რაღაცა გაგოკეთებინა, ვამწვანებთ თბილისს, მაგრამ მინდოდა კიდევ უფრო ისეთი ყოფილიყო ან სკვერი, ან ქუჩა დაგვესუფთავებინა და უბრალოდ მოხდა ესეთი შემოთავაზება. დავიწყეთ რუსთაველის მოწესრიგება. და დღეს ეს დაემთხვა რა, რაღაცა თავის ინიციატივით ჩვენი თხოვნით არავით არის დაძალები და არავით არ იმითი მოხდა ფასადების ისტორიული ეს არ არის ჩვეულებრივი შენობა ნაგებობები რა როგორც ხედავთ ყველა სათითაოდ არის ისტორიული არის ჩვენი თბილისი აქ არის აქედან იწყებოდა და მე მგონი აქ უნდა ჩვენ თვითონ თბილისელებმა უნდა მოუვაროთ სხვა ორგანიზაციებიც ჩაებნენ აქ ამ შეღებვა თქვათ რესტავრაციის საქმიანობაში და რუსთაველზე ხდება სხვა ორგანიზაციების მე ზუსტად არ ვიცი ვინ არიან ესენი მაგრამ რამოდენიმე შენობა შეიღება მაგრამ აი თქვათ ამ ბიზნესი და ფიჭურ კავშირგაბმულობის სამყაროდან ჯეოსელი პირველია სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, თამარაშენში, იქ სადაც ჩვენ არც თუ ისე იოლად მიგვესრულება განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტრომ, ქალაქის მერიამ და მერიის კულტურის განყოფილებამ, კერძოდ დავით ოქიტაშვილმა მშვიდობიანი აქცია მოაწყოს, რომელშიც ქართველი მომღერლები იღებდნენ მონაწილეობას. დანარჩენი სიუჟეტიდან შევიდღოთ. მნიშვნელოვანია რომ არ იყოს მნიშვნელოვანი ალბათ არც მე და არც ბატონი მალხაზი და აქ შეკრებილები არ ვიდგებოდით და არ დაულოცავდით გზას და ღონისძიებაში აქტიურად არ ვიქნებოდით მონაწილეებიდან დაწყებული და პოლიტიკური დატვირთვით დამთავრებული ეს აუცილებლად მიმაჩნია მე და ესეთი ღონისძიებები აუცილებელია იგივე აფხაზეთთან მიმართებაში, იგივე ოსეთთან მიმართებაში, იგივე პაკისტანთან მიმართებაში. წარმატებული იმდენად არის თქვენ უყურებთ როგორ გახარებულია ხალხი, როგორ გახარებულია ახალგაზრდობა და ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მოენატრა ჩვენთან შეხვედრა. და მე მიხარია რომ დღეს აქ ვარ, ჩემს მეგობრებთან ერთად და მე მინდა ვთქვა რომ ეს აქციები გაგრძელდება. აქ შეიძლება ხვალ თეატრი ჩამოვიდეს. ჩვენ სექტემბერში გეგმავთ ანალოგიურ აქციას გალში. მე ყველა მომღერალს ვინც აქ არის მინდა დიდი მადლობა უთხრა. ვინც არ არიან იმათაც მინდა დიდი მადლობა უთხრა, იმიტომ რომ ეს სულიდან უნდა მოდიოდეს, ზალით არაფრის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ დიდი სიამოვნებით დავთანხმდით, წამოვედით და ვიმღერებთ კიდევაც. ტელეგზას ვიმღერეთ და ეგ არის. მოვდიოდით და რამ დაგვაყენა კაი განწყობაზე, იცი რომ აი ბავშვები, დიდები იდგნენ და რაღაც ერთხილაძე, ფლეში და რაღაც ისე გვიცნობენ, ხო, ვენატრებით და ჩვენი მიწა ბოლო-ბოლო. ჩვენი საქართველოა და ჩვენი ხალხია და რატო არ უნდა ჩამოვიდეთ და რატო არ უნდა ვუმღეროთ და რატო არ უნდა ვიყოთ ერთად. ჩამოვედით აქ მაგ მისიით რომ გავერთიანდეთ. მეტი არის
განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ესეთი იდეა, რომ გაკეთებულიყო კონცერტი, რომელიც ხელს შეუწყობდა კონფლიქტურ ზონებში ხალხის დაახლოებას. და როდესაც ამ იდეით მივედი მერიაში, მე არც მეგონა, რომ ეს მხარს დამიჭერდნენ. ეს იყო ბატონი ვანო ზოდოლავა, ბატონი გიორგი კარბელაშვილი, ძალიან დაგვეხმარა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია. ეს ხალხი გაერთიანდა და ჩვენ ვაჩვენეთ მაგალითი, რომ შეიძლება გააკეთო ეს კონცერტი უფასოდ, უსასყიდლოდ, ბიუჯეტიდან თანხები არ დაიხარჯოს და მიუხედავად იმისა, ვის როგორი პოლიტიკური შეხედულება აქვს, ვის რა ფიქრი აქვს, ვის რა მომავალი აქვს, დღეს ყველა გამთლიანდეს და ერთიანი საქართველოსთვის იყოს. ძალიან გიხარია ვახოთ პირველად აქ ჩვენ ხალხის ნაწილაკი სამეგრელოში ძალიან გიხარია რომ ვახოთ და ვეცდები ჩვენ გავაკეთოთ უფრო და უფრო ბევრი. ამას ახლა კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ძალიან კარგი ადამიანი. ოზე პატარა მონაწილე პიროვნები. კონცერტის სცენაზეა პატარა თემურ თათარაშვილი. აუდიტორია. ესეთი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება, თანაც ხშირად ჩატარება, ვთვლი რომ ძალიან კარგია. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივი ახალგაზრდობისათვის, ისე ჩამოსული სტუმრებისთვის. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.